ქართულ ოცნებას ხავს და ეყოლება ზონდერბანდები, ანუ ტიტუშკები. ყველა უბანში, ყველა მიკროუბანში, ქალაქში, მთელ ქვეყანაში. მისცემს რომელიმე ერთ უსაქმურს, წამალდამოკიდებულს, სამასლარს და ეს უკანასკნელი იკადრებს, განა არა, ყველაფერზე წავა. უკლებლივ ყველაფერზე და მათ შორის იმაზეც რომ ემან თუ დააკავებენ, ხო, იცის წინასწარ რომ გაანთავისუფლებენ კიდეც. შესაძლოა მოცემულ ეტაპზე ქართულ ოცნებას, ბანდას ქართული ოცნებისა, ანუ კალაძე იქნება ეს, ბინარაძე, კობახიძე თუ სხვები, აღარ ეთანამშრომლებიან ახალგაზრდა თუ შედარებით ძველგაზრდა თაწმინდელები, იმიტომ რომ მათი ორი ამ უბნის ორი ლიდერი, ერთი საპატიმროშია გიორგი და მეორე მისი ძმა ქვეყნიდან არის გაქცეული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თაწმინდაზეც, ვერაზეც, სოლოლაკშიც, ვაკეშიც, დიდუბეშიც, დიღომშიც, საბურთალოზე, პლეხანოვზე ეგრეთ წოდებულ ანუ აღმაშენებლის გამზირზე, ოქროს უბანში, სვანეთის უბანში თუ სხვაგან ნაძალადებში ყოველთვის იპოვი პირობითად 50-50-100 კაცს, რომელსაც მისცემ 300 ლარს თითოეულ მათგანს და ისინი გამოვლენ და უკლებლივ ყველაფერს იკადრებენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ორი მათგანი ან მეტი მათგანი ჩავარდეს, მათ წინასწარ იციან ამ ბანდის წევრებმა, ფულაღებულებმა და წამალდამოკიდებულებმა ხშირად იციან, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, მათი პატრონები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, საიმისოდ რომ ისინი მალევე განთავისუფლდნენ წინასწარი დაკავების საკრიდან, ან თუ მიუსჯიან 1 წელს, 2 წელს, 3 წელს რაღაც წვრილმანი ხულიგნობისთვის, მალევე 3-4-5 თვეში კი ნამდვილად გამოვლენ. აი ახლა 8 რიცხვში კახაკალაძის ბანდის წევრებმა მოქალაქეებზე რომ იძალადეს, გეხსომებათ. ქართული ოცნების მომხრეებმაც ხო ნახეთ ეს კადრები, როგორ ურტყავს ვინმე ზაზა მამალაძეს, ცოტა ასაკში შესული რა 60 წლის იქნება, მეტის ხომ არა. ზაზა მამალაძე მანდილოსანს ან ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც თუ არ ვცდები ხელკეტი უჭირავს და შენიანი ვარ ძმაო, ამას ეუბნება პოლიციელს, ქართული ოცნების მომხრე ვარ ბრატო. ეს ირაკლი ბუაჩიძე და ზაზა მამალაძე კი იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ქართული ოცნება ხო თავისიანებს არ სწირავს ბოლომდე კალაძეც და არა მხოლოდ კალაძე და გაანთავისუფლეს პატივცემული კი არა, არაპატივცემული ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე და გაანთავისუფლეს, ნახეთ რატომ დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს და ამიტომ ვუშვებთო ეს თქვეს. საოცარი ამბავია, იმიტომ რომ არსებობს ფაქტი, არსებობს მტკიცებულება, არსებობს გადაღებული ვიდეო, რომელიც ქართული ოცნების მომხრეებმაც და კახაკალაძემაც ნახა დამონტაჟებული კი არა, რეალური ვიდეო არსებობს, როგორ ურტყავს ასე მაგალითად ხსენებული მამალაძე ახალგაზრდა გოგოს და ახალგაზრდა გოგომ რაღაცა არიჩივლად გებუაძის მსგავსად, აი გებუაძე რო ყავთ ერთი მილიციელი არამზადა, აქედან გამომდინარე ამ მამალაძეს თუ მეორეს რაგვარიც არის ბუაჩიძე, პასუხისმგებლობას საერთოდ არც აკისრებენ. რა საკვირველია, ეს არ იქნებოდა ჩემი თავარი თემა და არც არის თავარი თემა, უბრალოდ ამ ვიდეო ბლოგში, რომელიც სულ სხვა საკითხს შეეხება, რომ არ მეხსენებინა ეს ამბავი არ იქნებოდა და კიდევ რომ არ მეხსენებინა, რომ დანაშაული არ უმტკიცდებათ, სხვებს არ უმტკიცდებათ. ამავე ასაკის მოგულისხმობ ამ შემთხვევაში ზაზა მამალაძეს კი არა, ირაკლი ბუაჩიძის ტოლა ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყვნენ, მაგრამ ცრუ მოწმეები გამოიყვანეს, მაგრამ ცრუ ჩვენებები მიაცემინეს, მაგრამ საქმეები შეთითხნეს პროკურატურაში პირველ ყოვლისა და სასამართლოებაც ეს პროკურატურის შეთითხნილი საქმეები მტკიცებულებად მიიღო და ბევრს, იცით თქვენ, ბევრს 2 წელი, 2.5 წელი ბოდიშის მნისთვის და მიარჭო. ბიძინა ივანიშვილი აქ ქმნის ასეთ საქართველოს მიკრობანდებისა, რომლებთა წევრებიც მიიღებენ 300 ლარს, 500 ლარს და ყველაფერს იკადრებენ ქუჩის ეგრეთ წოდებულ სამართალს და ამყარებენ. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, ჩვენ ვითბენთ ამდენი ხანიო. ვითბენთ ამდენი ხანი 20 თუ 50 კაცი რომ მიკრიბება რუსთაველის გამზირზე და ერთხელაც იქნება და ვეღარ მოვითბენთო. დღეს კი არა გუშინ თქვა ეს ბანდიტთა შორის ბანდიტმა და არა უბანდიტესმა, ის უბანდიტესი მაინც აბასთუმნის უღრანებშია გამაგრებული.
უბანდიტეს მარა და ბანდიტთა შორის ბანდიტმა ირაკლი კობახიძემ და რას ნიშნავს რომ ვეღარ მოითმენენ? რა უნდა გააკეთონ? პოლიცია უნდა გამოიყვანონ და დაარბიონ? თუ ტიტუშკები უნდა შეუსიონ მამალაძეები, ზაზა მამალაძეები, ყველა მამალაძეზე რომ არ თქვა და ბუაჩიძეები, ირაკლი ბუაჩიძეები, ყველა ბუაჩიძეზე რომ არ თქვა, ამ გვარში რასაკვირველია, კარგი ადამიანები უხვად და ბევრი არიან ამ გვარებში. მამალაძეებშიც და ბუაჩიძეებში, ამ შემთხვევაში ირაკლი კონკრეტულ და ზაზა კონკრეტულ. ზაზა მამალაძეს და ირაკლი ბუაჩიძეს გულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც იცით თქვენ როგორებიც იყვნენ ხსენებულ რვაში და ასეთები იქნებიან 500 ლარს როცა მიიღებენ ქართული ოცნების შტაბიდან ლევი ფულს, რასაკვირველია აქ. მიღება ჩაბარების აქტი შეიძლება არც გაფორმდეს, შეიძლება კი არა, არც გაფორმდება, თუმცა შეიძლება გაფორმდეს კიდეც. შეასრულა ზაზა მამალაძემ სამუშაო, ჩაიბარა კახაკალაძემ ეს სამუშაო 500 ლარი. ცხადია, ცოტა ირონიაა, მაგრამ ამათი გადამკიდე ჩვენ ამასაც შეიძლება ესეც შეიძლება აღმოვაჩინოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ბიზნა ივანიშვილი ამგვარ საქართველოს აკეთებს და მის მიერ სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც მან მოაწყო გასული წლის ნოემბრიდან, ხო, ამ გვარობასაც გულისხმობს, ეს ნაყოფიც იქნება უკვე შემდგომ და ამგვარ საქართველოს ჩვენს ქვეყანას რასაკვირველი არავინ მიიღებს ევროპაში. იმიტომ რომ ბანდიტური ქვეყანა არც არავის სჭირდება და ყველაფერს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ვაშინგტონიდანაც. ასე გეტყვით, აი ამ დეტალსაც, აი ამ პატარა საქმესაც. თუმცა მithumetes პარალელებს ავლებენ და სხვა кейსები აქვს, როგორ ჩაგრავს ქართული ოცნება თავისუფლების მოყვარე ადამიანებს და ვაშინგტონიდანაც აკვირდებიან და ბრიუსელიდანაც და ევროპის ცალკეული მნიშვნელოვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან და ამას არ უკავშირდება ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერმა ერთი ძალიან საინტერესო და ჩვენთვის ყურადღება მისაქცევი განცხადება გააკეთა, ვიმეორებ ამას არ უკავშირდება, მაგრამ ზოგადად იმას კი უკავშირდება, რა დღეშიც აღმოგვაჩინა ჩვენ ბიზნა ივანიშვილმა. მან ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი გაფართოვდება და გაფართოვდება უკრაინა, მოლდოვა და როარ შემეშალოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მოხვდებიან გაფართოების ახალ ტალღაში 2030 წლისათვის არის დაგეგმილი ეს ყველაფერი. თუ გავიხსენებთ გერმანიის აწუხე ყოფილი კანცლერის შოლცის და თუ არ ვთქვი მაკრონის სიტყვებსაც, რომელიც დღესაც საფრანგეთის ლიდერია, საფრანგეთის პრეზიდენტია, იქ იყო თქმული ლისაბონიდან უნდა დაიწყოს ევროკავშირი და თბილისში უნდა დამთავრდესო. მე საერთოდ ის თეორიაც მქონდა პერსონალურად, მე რომ არათუ თბილისში, არათუ ლაგოდიხში, არამედ ერევანში, ტახკაძორში უნდა დასრულებულიყო, ხო? დილიჟანში, არა, დილიჟანის იქით არის ერევანი. ხო, უნდა დასრულებულიყო ევროკავშირი. მაგრამ ახლა დასავლეთი, კონკრეტულად ევროკავშირი ყალიბდება, როგორც ჩანს იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იქნებიან გაფართოების ახალ ტალღაში 2030 წლისათვის ივლიან, ბევრ აღმართს გაივლიან, მაგრამ უკრაინა რასაკვირველია მოხდება გაფართოების ახალ ტალღაში და ამ თვალსაზრისით თუ ვიბრძელებთ, მავრი დავარქვათ ერთ წუთს ბიზნა ივანიშვილს, მავრმა რუსული საქმე უკვე შეასრულა. ეხლა გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ უკვე შეასრულა ბიზნა ივანიშვილმა, მეთქი წარმოვიდგინოთ, რომ 4-ში იქნება, 5-ში იქნება ოქტომბერს, წლეულს იქნება თუ გაისად ოქტომბერში ჩვენ მოვახერხეთ და გავაგდეთ ეს ხელისუფლება ჩემი მოსაზრებით არჩევნებით არ წავლენ, შეიძლება მე ვცდები, შეიძლება სხვა არის მართალი, ზოგი ამბობს რომ ჩვენ დროც არ უნდა დავუწესოთ, მათოდ არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ვართ საიტნოტშიო, ეს მოსაზრებაც განა არა რელევანტურია, გარკვეულწილად რელევანტურია, ისინი უფრო იწვევიან დროში ვიდრე ჩვენო, მე ნაწილობრივზე ნაკლებად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ რატომაც არა, სამსჯელოა, საფიქრი არგუმენტები ორივეს მხარეს არის. წარმოვიდგინოთ, რომ როცა იქნება 20, რაც უფრო გვიან მითხრა, ცუდია ცხადია, მაგრამ 26 წლის ოქტომბერია და ესენი წაეთრდნენ, უკაცრავად წლისთვის. წავიდნენ. არა არჩევნების გზით, არამედ წავიდნენ, ან არჩევნების გზით წავიდნენ. მოვიდა ახალი ხელისუფლება, კოალიციური ხელისუფლება. კარგია ეს, რასაკვირველია, ამას რაც ახლა ხდება, ყველაფერი ჯობს
აბსოლუტურად ვერ თანხმდება ან თანხმდება კოალიციური ხელისუფლება ერთმანეთში კოალიციური ხელისუფლების სუბიექტები იქ ახალი ჭედავს რაღაცაზე იქ ნაცები ჭედავენ გაგიკვირდებათ ლეიბორისტები თუ არიან ისინი ჭედავენ ფედერალისტები თუ არიან ისინი ჭედავენ მოკლედ ვერ თანხმდებიან რეალურად ჩვენ დაგვჭირდება ამ 2.5 თუ 3 თუ 4 წელიწადში თქვა დღეიდან ვიანგარიშოთ ხო 5 წელიწადში დაახლოებით პლუს მინუს ჩვენ დაგვჭირდება ნახტომებით სიარული ევროკავშირისაკენ და მე არა ვარ დარწმუნებული რომ მაგალითად 2029 წელს როცა ახალ განცხადებას გააკეთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი ან ახალი ევროკავშირის ახალი ლიდერი სხვა რომელიმე მე არა ვარ დარწმუნებული რომ ის იტყვის რომ ევროპა გაფართოვდება ევროკავშირი გაფართოვდება 1 თუ 2 წელიწადში თქვა 29 წელია და 2030 წელზე იტყვის რომ 1 წელიწადში გაფართოვდება აუცილებლად მოხდება მოლდოვა უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი და საქართველოს მოხდებაო ამაში უკვე აღარა ვარ დარწმუნებული იმდენად ავნო ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას და იმდენად უკვე შეასრულა მოსკოვის ბრძანებები დიახ ჩვენ მინიმუმ ან ოპტიმალურად ერთხელ ხო უნდა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები მეორეჯერაც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიული ვერ ესწრება უბრალოდ ხო მეორეჯერაც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები ორჯერ ხელისუფლების ცვლილება ცვალებადობა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით ბიძინა ივანიშვილ ბანდიტს არ უნდა კონდეს რევანშის აღების შესაძლებლობა და კიდევ ახალმა კოალიციურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა გაჭედოს ერთმანეთთან კი არ უნდა გაჭედონ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ან პოლიტიკურმა პარტიებმა არამედ შეთანხმებისა და შეჯერების გზით თანხმობის გზით უნდა იარონ რომ ჩვენ ერთ წელიწადში გავიაროთ ისაც შეიძლებოდა გაგვევლო ბიძინა ივანიშვილი ვარ ყოფილიყო 3 წელიწადში დიახ ჩვენ ნახტომებით უნდა ვიაროთ წინ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ისიც თეორიულად 2029 წელს გამოსული ურსულა ან რომელიმე ახალი სხვა ლიდერი ევროკავშირისა იტყვის შემდეგ წინადადებას გაფართოვდება 2030 წელს ერთ წელიწადში თუ წელიწადნახევარში ევროკავშირი და მოლდოვა, უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი და საქართველოც მოხდებიან ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში. რა გადაგვარჩენს ჩვენ თუ ეს ასე არ მოხდა? მე გეტყვით რომ გადაგვარჩენს ერთის მხრივ პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირისა რომ გამოსტაცონ რუსეთს უკლებლივ ყველა სახელმწიფო რომელზეც რუსეთს თავისი თათი ჰქონდა დადებული და არა მხოლოდ ის სახელმწიფოები რომლებზეც რუსეთს გავლენა ჰქონდა ან ინარჩუნებს და ინარჩუნებს არამედ მაგალითად გამოსტაცონ არა რუსეთი არაფერშუაში ამ შემთხვევაში ევროკავშირში შეიყვანონ რომ იხვეწებოდა და შეიძლება კიდე შეეხვეწოს კარგი კონოტაციით თურქეთი, აი თურქეთი, საქართველოს, სომხეთი, ხო? კანდიდატია თურქეთი, კანდიდატია საქართველო, კანდიდატი იქნება სომხეთი მაღალი ალბათობით, ხო კანდიდატთა სამეულში თუ ოთხეულში კი არ დატოვონ, არამედ ესენიც შეიყვანონ და ეს იქნება ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს თუ გადაგვარჩენს წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ჩასწორილ საქმეს სურო ნახტომებით იაროს. მომავალმა ხელისუფლებამ ჯერ სად არის ეს მომავალი ხელისუფლება, ხო? ჩასწორილ საქმეს ჩვენ უბრალოდ ვეღარ გამოვასწორებ და 30 წელი რეალურად გაფართოების მოდი მაინც ასე უნდა თქვა ბოლო ტალღა 34-ში თუ 38-ში ხო ევროკავშირი აღარ გაფართოვდება და რევანშის შესაძლებლობა რუსეთს რევანშის შესაძლებლობა რომელიმე ახალ ბიზნეს ან ძველ ბიზნეს გაქცეულს ბრაზილიაში თუ სახლს აშენებს ხოთაშურის ესე ვიცი მე მოსკოვში სახლს იშენებს ხო მოსკოვში სადღა მიიღებენ მეთქი მეორე მხრივ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები მაგრამ ოკეი მოსკოვში გაქცეულს ხო ბიძინა ივანიშვილს რევანშის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ მარტივად რომ ვილაპარაკოთ ან სხვა გვარად პრორუსებს და რუსებს ქართულ გვარიან რუსებს შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ რევანშისა აი ამგვარი ქვეყანა უნდა შექმნათ და მეწინაში ბლოგში თქვი და სხვაებიც ამბობენ უნდა გასწორდეს თადაბარი ასე უნდა თქვა ყველა სფეროში მოდი თუ გნევ დავასახელებ ეხლა ყველას ხო ვერ ჩაბავთვლი მაგრამ მაინც თავდაცვაში უსაფრთხოების სტრუქტურებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში, მთავრობაში ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის კონტექსტში თუ ამბავში
ფინანსთა სამინისტრო ვთქვი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ან ჯანდაცვის სამინისტრო, ან განათლების სამინისტროში ხო უამრავი რეფორმაა ჩასატარებელი და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველგან რეფორმები, ეს სახელმწიფო უწყებები ჩავავასახელეთ. და აქ კიდე არის საზოგადოებრივი მაუწყებლები, რომელიც ალბათ მაინც უნდა გაუქმდეს. გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ ცდუნება რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 100 მილიონით ფინანსდება საშუალოდ ყოველწლიურად ხელისუფლებამ დაითრიოს ნებისმიერმა კარგმა განაცუდმა ხო ეს ცდუნება არსებობს ამიტომ უნდა გაუქმდეს ჩემი მოსაზრებით და ასევე ხო ბევრი უნდა გადასხვაფერდეს ილუსტრაციის კანონი შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით თუმცა რატომაც არა უნდა მისაღები იქნება იქ ბევრი ილუსტრირებული ვინც ჩვენ ილუსტრირებული გონია შეიძლება ვერც აღმოვაჩინოთ მაგრამ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება არ უნდა მივცეთ პირებს რომლებზეც ეჭვია სანქციები უნდა დაწესდეს პირდაპირ იმ მნიშვნელობით თუ ვერ აღმოვაჩენთ რომ გოგა ხაინდრავა აგენტია არა და ის აგენტია ხო ანუ სუსის კი არა კგბ-ს არქივებში თუ არ შეგვიშვებენ და არ შეგვიშვებენ რა საკვირველია ხო ის ხო საკავშირო კგბ-ს აგენტია ხო მას არ უნდა მიეცეს არა მარტო სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება ეს ცხადზე არამედ ის ქონებებიც რომლებიც მან დააგროვა კონფისკაცია უნდა მოხდეს და არა მარტო მისი სხვებისაც მათ შორის საეკლესიო პირებისაც რომლებმაც ალა 25 თუ მეტი მილიონი ლარი აქვს ხო მართლმადიდებლურ ეკლესიას და გარდა ამისა აქვთ ფული გავლენები ლარადნაყიდი ქონებები და ასე შემდეგ ყველაფერი უნდა გასწორდეს ესე ვიტყვი გასწორდეს ყველაფერი არა მარტო ბიზნესის სხვათა შორის არამედ ყველაფერი ჩემი ხრმარწმენით და ახალი რესპუბლიკის აშენება უნდა დავიწყოთ და ამას რო გავაკეთებთ და თუ გავაკეთებთ ხო მხოლოდ ამ შემთხვევაში ისიც ბჟუტავად ასე ვიტყვი შეგვრჩება იმედი იმის თაობაზე რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით და უნდა მოვითხოვოთ აი მე არ გამოვიწყავართ იმას რომ მოვიდეს 2 წლით ხელისუფლება პირობთ 26-ში ხო 28-ში კიდე ჩაატაროს არჩევნები 28-ში და კიდევ ახალი ხელისუფლება ავირჩიოთ და ასე შემდეგ რომ ევროკავშირთან სინქრონიზირებულები ვიყოთ და დავუმტკიცოთ რომ ჩვენთან არაფერი არ მოხდება აწი და აწი ისეთი გამოცდილება მივიღეთ ბიზინა ივანიშვილისაგან კატასტროფის თოლფასი და კატასტროფის თოლფასი შეიძლება მოხდეს ეგრე არც 2012-ში არ გველოდებოდა თითქოს კატასტროფა იმიტომ რომ თითქოს ვიდექით იმ კურსზე მაგრამ გამოხდა ხანი ბერტყა მის გარშემო შემოკრებილი პროდასწავლელები ბიზინა ივანიშვილმა და 2016 წლიდან სრულიად არა ნაწილობრივ და 2022 წლიდან სრულიად ჩამოიხსნა საკუთარი სახიდან ნიღაბი და დაგვენახა როგორც ბორინკა და აღარ არის ბიზინა ნუ ბორინკად იქცა ივანოვად თუ ივანიშვილად არა ივანოვა და არა ივანიშვილად რა საკვირველია ამიტომ ძიმე დროება გველის მაგრამ თუ ჩვენ მალევე წელსვე და გასაკვირველია დრო ჩართული ამ თვალსაზრისით არის ხო ჩვენ საიტნოტში ვართ მალევე არ მოვახდენთ ამის დემონტაჟს ყოველი წამი ამის გაგდებას ყოველი წამი ჩვენთვის არის კატასტროფა სახელმწიფოებრივი კატასტროფა ხვალზე ანუ ნოემბერ-დეკემბრის თვეში უვიზოს რო შეგვიჩერებენ 200 რაღაცა დღით ხო და არაფერს რო არ გააკეთებს ბიზინა ივანიშვილი იმისთვის რომ ეს ოვიზოდ იქნება და დაუბრუნდეს ქართველ ერს და ქართველი ერიც თუ არ გამოვა და არ დაამხობს ამ რეჟიმს ყველა სიტყვას და ყველა ქმედებას არ ჩამოაცმამს თავზე ხო ეს მე 200 დღით ჩაბორთმეული კიდე აღარ მახსოვს თუ არ ვცდები 400 რაღაცა დღით ჩაბორთმეული იქნება და მე სამუდამოდაც გაგვიუქმებენ და ეს მე ახალი ხელისუფლება რომც მოვიდეს ხო ესე მარტივი აღსადგენი კი არ არის მარტივი გადაწყვეტილება კი არ არის ის ევროპელები სხედან და ფიქრობენ ამ ქვეყანამ ნახეთ რა გააკეთა წლების წინ და წლების განმავლობაში თუნდაც ივანიშვილის პირობებში და ახლა ჩვენ როგორ ხა უნდა ვენდოთო არა არ ვადარებთ ფაშისტები რასაკვირველია ნაცისტები ბევრად უარესები იყვნენ მაგრამ გერმანულ საზოგადოებას გერმანიას წლების განმავლობაში არ ცენდობოდნენ და თვითონაც იყო ამ თვითგვემაში ახლაც არის მეთქი ასე ვიტყვი რა დავაშავეთ წარმოგიდგენიათ და ჩვენს გვექნება ეს კომპლექსი რა დავაშავეთ აი მართლა როგორ ავირჩიეთ ტიპები წლების განმავლობაში ვირჩევდით ხო რომლებიც ესე ვნებდნენ ჩვენს ქვეყანას ამას ოცნების წევრები სიტყვიან სხვათა შორის ახლა რომ დადუმებულნი არიან ან შეხსნილი რო აქვთ ფოლაკები და რო ეფარებიან
ქართულ ოცნებას მამალაძე ვინმე რა სიტყვის სიმართლე გითხრათ არ ვიცი დრო ჩართულია ბიზინა ივანიშვილი თუ გადატეხს ჩვენს პროტესტს და კობახიძე ბანდიტმა ეს თქვა რომ მე რეალურადო ჩვენო მაგაზე ვფიქრობთო თუ გადატეხს ამ პროტესტს ხო ჩვენ იქნება და სამუდამოდაც კი დაგვერხეს ამიტომ 13-ში სექტემბერს 27-ში ასევე სექტემბერს 4-ში ოქტომბერს და ყველა შემდგომი და ანონსებული აქცია როდის არ ვიცი ხო თუ არის საერთოდ და ასევე ყოველდღიურად მეგობრებო ჩვენი ვალია რომ შევინარჩუნოთ ეს პროტესტი და ბიზინა ივანიშვილს უთხრა დაახლოებით ასე ეგრე არ არის ბიზინა შენ რომ მამული გაყაო ეგრე არ არის თაყაო შენ რომ მამული გაყაო შენ რომ მოისაქმე ამ მამულში ჩვენში ქვეყანაში ხო ჩვენ ასე იოლად ჩვენს ქვეყანას არ ვთმობთ არც იოლად და არც ძნელად ვიქნებით სულ და დისკომფორტ შეგიქმნით სულ და როცა იქნება გამარჯვება დადგება მაგრამ უნდა დავაჩქაროთ ხალხმა ეს გამარჯვება იმიტომ რომ ყოველი წამი კვლავ ვიმეორებ ამ რუსული ოცნებისა ამ ქვეყანაში დარჩენისა არის სახელმწიფოებრივი კატასტროფა და ევროკავშირს უნდა შევეტენ უკაცრავად სიტყვისთვის მაგრამ უნდა მივეტენოთ ხელისუფლების ცვლილებისთანავე უნდა მივეტენოთ და ვეხვეწოთ რომ 30 წლის გაფართოების ტალღაში როგორღაც მოგვახვედროს ჩვენს თუ ვერ მოხვდებით ხო სხვა შორის თუ ვერ მოხვდებით რევანშის შანსი რუსებისა გაიზრდება ადეკვატური ფართო გაგებით რომ უნდა იმსჯელოს იმგვარი ევროკავშირიც უნდა იყოს რა საკვირველია ნახვამდის